აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჯინჭარაძემ ქართული ენის მნიშვნელობაზე, აფხაზეთის საჯარო სკოლების მხარდაჭერის გაძლიერებასა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. გამარჯვებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოებაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია. კონკურსის ფარგლებში, რომელიც 3 ეტაპად ჩატარდა, მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტი შექმნეს და ჯამში 12 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. რაც შეეხება დიასპორის მიმართულებას, აღნიშნული პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების განათლების მხარდაჭერასა და მათი ეროვნული იდენტობის განმტკიცებაში. სამინისტროს პოლიტიკა, რომ გააძლიეროს ქართული ენის ცოდნა და გააღრმაოს მისი ცოდნა მთელ მოსახლეობაში და ამასთანავე მხარი დაუჭიროს ჩვენს თანამემამულეებს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმისთვის, რომ ქართული ენა ყოველთვის ნომერ პირველი და პრიორიტეტული ენა იყოს საქართველოს სახელმწიფოში. აქცენტი იყო გაკეთებული პედაგოგებზე, რომლებიც ასწავლიან ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, სათვისტომოებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქართულ ენას ექცევა ასეთ დიდი ყურადღება, რადგანაც ენა არის მთელი კულტურის განმსაზღვრელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ეხება ქართული ენის დაცვას და ჩვენთვის, როგორც აფხაზეთელისთვის, ეს ძალიან დიდი ჯილდოა. პირველ ადგილს ავევლდი და უდიდესი მადლობა უნდა გადავხადოთ ჩემს მასწავლებლად ცეიცინო ქობალიას, რომელიც განსაკუთრებით დამეხმარა და მომცა იმის საშუალება, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მივიღო. მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი და ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო ის მომენტი აფხაზეთიდან ვიდეოები რომ გავრცელდა და ძალიან ემოციური იყო, ამიტომაც უფრო ვამაყობ დღეს ჩემი წარმომავლობით.